მოგესალმებით. დღეს შევეხებით თემას, რომელიც ზუგდიდელებისთვისაც და ჩხოროწყულებისთვისაც რაღაც მტკივნეულია და ძალიან ბევრს მუშაობთ და ვფიქრობთ ამ საკითხზე. ეს არის კინოთეატრების არარსებობა საქართველოში და რაღაცა კოლექტიური კინოს გაქრობა რეგიონებში. დღეს ჩემი სტუმრები არიან ლიზი ცქვიტაია და სოფიო გოგოხია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული არაფორმალურ აქტივობებში ამ კინოს კუთხით, აქვთ დიდი გამოცდილება და ცდილობენ რაღაცა დააბრუნონ ეს ტრადიცია ჩხოროწყუში. და ლიზა, შენთან გადმოვა პირველად კითხვით. ძალიან ზოგადად რო მითხრა, რა არის შენთვის კინო, რა როლს ასრულებს შენს ცხოვრებაში, რაღაცა კინოთეატრთან როგორი შეხება გაქვს და როგორ რაღაც ჩამოაყალიბა შენი პიროვნება კინო. იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ახლოს ხარ კინოსთან და ზოგადად რო გითხრა შენზე ცოტათი. პირველად იმით დავიწყებ, რომ 21 საუკუნე რაღაც ვთვლი, რომ მაინც ტექნოლოგიების უმაღლეს მწვერვალზე დგას და განვითარდა სხვადასხვა ჟანრები და კიდე ახალი ისინი ჩამოყალიბდა, ანუ ხელოვნებამ ფორმა მიიღო, სხვადასხვანაირი ფორმა და კინო ერთ-ერთი მათგანიც არის. და აი ამ ჟანრების ჩამოყალიბებასთან ერთად იმდენად წინ წამოიწია აი ეს რაღაცა ფილმი, რაღაცა ფენტეზი მით უმეტეს იმდენად განვითარდა, რომ ფიქრობ, რომ ხალხის პიროვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში შედის ხოლმე, იქნება ეს სერიალი თუ ფილმი და პირადად ჩემ შემთხვევაში აი ფილმებს რაც შეეხება და სერიალებს ძალიან დიდი ასეთი სიყვარული მაქვს მათ მიმართ და ალბათ კინოს გარეშე დღეში რავი მგონი არც არაფერი იქნებოდა ეს ცხოვრება. კი, ნამდვილად იმდენად განვითარდა ჟანრები, რომ ადრე თუ რაღაც მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს აინტერესებდა და შეეძლო ყურება, დღეს მგონი რაღაც თითოეული ადამიანი იპოვის რაღაც საინტერესო ჟანრს და სფეროს რაღაც ფილმ კინემატოგრაფიაში და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ უფრო რაღაც ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. შემდეგ კითხვა იქნება, რომ შენი აზრით აი როგორ ცვლის თვითონ კინოს, ფილმს სხვასთან ერთად ყურება. ერთია რომ შენ საძინებელში უყურებ რაღაცა კომფორტულად ლეპტოპში კინოს და მეორეა რომ უყურებ კინოთეატრში და რაღაც ადამიანის ჯგუფთან, რომელიც ფოკუსირებულია ამ ფილმზე, რაღაცა ფილმის შემდეგ აზრებს უზიარებთ ერთმანეთს, რაღაც დისკუსია გაქვთ. აი ეგ რა გამოცდილებაა, რო გითხრა? ვფიქრობ, რომ აი ყველაზე კარგი შეგრძნება ალბათ მეგობრებთან არის დაждდომა და დიდ ეკრანზე ფილმის ყურება. აი კინოთეატრებში განსაკუთრებით, ანუ რაღაცნაირად კარგი შეგრძნება არის რა, როცა საერთო ფილმს უყურებ და მეგობრებთან ერთად ერთობი რა. აი ვფიქრობ, რომ ფილმი აერთიანებს ადამიანებს. საზოგადოებას იქნება ეს უფროსი ადამიანი თუ უმცროსი. ფილმი ყოველთვის აერთიანებს, ანუ ხელოვნება აერთიანებს ადამიანებს. და აი ვფიქრობ, რომ შეუდარებელია ეს შეგრძნება, როცა ჩდები დიდ კინოთეატრში. დიდი ეკრანი წინ გინდევს, საყვარელ ხალხთან ზიხარ და ასევე მაღალი ხმაც რო არის, მაინც. ოღონდ ერთი პრობლემა ის არის, რომ პატარა რეგიონებში არ გვაქვს ეს კინოთეატრი და მაგის სიამოვნება არ გვაქვს, რომ ყოველდღიურად ვიაროთ დავუშვათ. ამის გამო გვიწევს დედაქალაქებში სიარული, ცოტა შორმანძილზე გვიწევს გავლა, რომ აი დავუშვათ და იქ მივიდეთ და ეს ყოველდღიური აქტივობა რო არ არის ჩვენთვის, ძალიან გულდასაწყვეტია. კი ბატონო, სოფო თქვენ რო გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა ალბათ მოესწარით რეგიონებში კინოთეატრებს და გაქვთ გამოცდილება რაღაცა უფრო ხშირად სიარულის, უყურებდით უფრო მეტ ფილმს და აი რა გამოცდილება იყო მაშინ, ხალხი როგორი განწყობით იყო კინოს მიმართ და რავს კარგავთ დღეს ჩვენ, რომ არ გვაქვს ჩხოროწყუში მაგალითად კინოთეატრი. ჩემი გამოცდილება მე დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი ბოლოს რომ კინოთეატრში წაგვიყვანეს. ბოლო რასაც უყურე კინოთეატრში მახსოვს იყო ტარიელ გოლუა, რომელიც რა ვიცი მესამე კლასში ვიყავით რომ 4-ში და სულ არ იყო ჩემი ასაკისთვის შესაძლებელი. ჩემი გამოცდილება კინოთეატრების არ არის თქვა ისეთი როგორც ჩემი მშობლების თაობის და წინა თაობის უკვე ქრებოდა ეს კულტურა, მე მალე დაიხურა საერთოდ აღარც გადიოდა კინოთეატრში არც ყოფილ ვარ და მე სტუდენტობის დროს წავედი აი ბავშვობის შემდეგ, შორეული ბავშვობის შემდეგ. მაგრამ სულ მესმოდა ეს ამბები, რომ აი დღეში რამდენიმე სეანს ესწრებოდნენ, რომ ამით ცხოვრობდნენ, ხო? ჩემი მშობლები და ირგვლივ ადამიანები იხსენებდნენ, რა დიდი მოვლენა იყო სოფლის კლუბში იქნებოდა თუ რაიონის ახალი ფილმი და როგორ უყვარდათ და ზეპირად იცოდნენ დიალოგები, დღემდე ზეპირად იციან და საერთოდ საქართველოში კინო უყვართ, საქართველოში კინო ჩქარა შემოვიდა, დაიბადა, გაჩნდა ჩქარა სინემა ჩვენთან ჩქარა გავრცელდა და რაღაც ქონდა აღმავლობის პერიოდიც
აღმავლობისაც შემდეგ 90-იანი წლებიდან და ცოტი დღე დადგა და ასე შემდეგ დღეს ფიქრობ რომ რაღაცა ეხლა ისე უჭირს აი ამ ბოლო წლებში მაგრამ მაინც ბევრი კარგი ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი რეჟისორი არის ქართულ კინოში ზოგი საზღვარგარეთ არის იქ აკეთებს თქვა იქაც აკეთებს ქართულ საქმეს მაგრამ მაინც ეს სფერო ჩვენთვის არის ძალიან საყვარელი და იქნება ყოველთვის ცოცხალი და ჩვენც რაღაცა გვინდოდა რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამაში ახლა ლიზიმ თქვა რომ დიდი ეკრანი დიდი კარგი ხმა რაღაცა ერთად ყურება გაზიარება მე ვფიქრობ რომ კინომოყვარულების მთავარი ჩვენი როგორც კინომოყვარულების და მე ძალიან მიყვარს კინო არის ერთი თვისება გვაქვს ყველას რომ აი ძალიან გვინდა გავუზიაროთ ყოველთვის ერთმანეთს კარგი ფილმი მე ამაზე ვიმსჯელოთ ვილაპარაკოთ გვინდა რომ ის რაც გვიყვარს ყველას ნანახი ჰქონდეს და ამისთვის ყველაზე კარგი სივრცე კინოთეატრია რაც სამწუხაროდ მუნიციპალიტეტებში არ გვაქვს აგერც უგდით აქვს კინოთეატრი და ჰქონდა გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების კინოთეატრი რომელიც სამწუხაროდ შემდეგ ზლოტ-კლუბად გადაკეთდა და არის დღესაც აგერ ახლოს არის კინოთეატრ ატრიუმზე ვლაპარაკობ რომელიც ცოტა ხანს იყო მხოლოდ კინოთეატრი და ეს სამწუხაროა იმიტომ რომ აი სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს რაღაც მუნიციპალური კინოთეატრიც უნდა არსებობდეს ხო კერძოა კინოთეატრები და აი ხელმისაწვდომიც შეიძლება ყველასთვის ნაკლებად იყოს ხა ლიზი ამბობდა რომ აი რაღაც უნდა წავიდეთ ბათუმში ქუთაისში თბილისში რომ რაღაც ფილმს უყუროთ ხო და იქაც ეს ძალიან ისეთ მაღალი ხარჯების გაწევა გვიწევს მოკლედ და დაყვანდა კომერციული ფილმები რაღაც იმარბენ კლასიკა შეიძლება ვერ ნახო შეიძლება რაღაცა ხან და ხან რაღაცა მოხდეს იშვიათად და ქონია ჩვენ პროექტები წაგვიყვანია მოსწავლეებიც და როცა პირველად აი სულ პირველად წავიყვანით 2017 წელი იყო როგორც მახსოვს უმეტესობა 90%-ზე მეტმა პირველად ნახა დიდი კინოთეატრი და მე არასდროს არ დამავიწყება ეს შთაბეჭდილება რომელიც ბავშვებს აქვთ ხოლმე დიდ ეკრანზე ფილმის ყურებისას და ყოველთვის მინატრია რომ ნეტა შემეძლოს რომ ყველგან იყოს ეს კინოთეატრი რომ თავიდან ნატრობდი ნეტა ყველა ბავშვი ჩამაყვანინა თბილისში და ყველასთვის მანახებინა ეს რა სიამოვნება კინოთეატრში ყურება მაგრამ მე ვიფიქრე რატომ უნდა წახვიდე მოდი აქ გქონდეს ეს კინო რა იქნება რომ აქ გქონდეს ეს კინოთეატრი და რა იქნება რომ ყველგან იყოს რა დიდი ამბავია ვთქვა ხო ერთი თუნდაც ღია ან რატომ არის ეს აზეთი რთული მაგრამ ნუ ახლა ჩვენთან მაგალითად ჩვენ მუნიციპალიტეტი პატარაა და მხოლოდ ქსელური მაღაზიები ეხსნება და რესტორნები და რა ვიცი ასე კვების ობიექტები სხვა არაფერი კინოთეატრი დაანგრიეს რომელიც კერძო საკუთრება იყო და აი ჩვენს თვალწინ რამდენიმე თვის წინ კვირის წინ უფრო სწორად დაინგრა და რაღაცა იქაც ალბათ მარკეტი ან რაღაც მაგდაგვარი გაკეთდება მუნიციპალიტეტებში არ არის აი ეს კერძო რაღაც ეს პატარა ჯგუფები იბრძვიან ამისთვის მაგალითად დიმელი ქალები ამ ხრივ ძალიან აქტიურობენ და არიან სხვა რეგიონებში არიან ჯგუფები რომლებიც ცდილობენ რომ არ მოკვდეს ეს კულტურა და ჩვენც ამიტომ იყო რომ კინოკლუბი გავაკეთეთ სკოლაში რომ ჩვენი რაღაც ერთი პატარა აგური დაგვედო ამ კედლის აშენებაში. კი ბატონო, ლიზი, ცოტა მეტი რა გითხრა ახლა კინოკლუბ დუბლზე, რაღაც გამოცდილება გაქვს, რა უნარები შეისწავლე იქ რო იყავი რა ჩემთვის მაგალითად თითოეული ფესტივალი რაც ჩავატარეთ ანიმაციის კურსები ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ დავანებოთ თავი თუ რამდენი ადამიანი გავიცანი და რამდენი ურთიერთობა შემოვრჩა მაგ პერიოდიდან ძალიან მნიშვნელოვანია რომ რამდენი სფეროში განვითარდე და როგორც ხანერად უყურებ თქვათ მაგალითად კინოს შევისწავლე ანიმაცია და საფუძვლები მაგრამ თუ რაღაცა ბევრ სფეროში გავერკვია და შენთვის როგორი გამოცდილება იყო და აი რას გამოარჩევდი მაგ პერიოდიდან განსაკუთრებით როცა ეს კლუბი ჩამოყალიბდა მე ვიყავი პატარა და მიუხედავად ჩემი ასაკისა მაინც ქონდა იმისი სიამოვნება რომ დავუშვათ და მონაწილეობა მიმეღო და მით უმეტეს ფილმები გადამეღო აი მახსოვს რომ მოგცეს ასეთ დავალება რომ გადაგვეღო ჩვენი საკუთარი ფილმები ანუ ქონდა იმისი სიამოვნება მოგვეფიქრა დავუშვათ და რა ჟანრის იქნებოდა რა ისტორია იქნებოდა აი ყველანაირად გახსნილები ვიყავით ამის მიმართ და კიდე ასევე მახსოვს პირველი ფილმი რომელსაც ვუყურეთ ეს იყო ქოლგა და აი ჩვენებური ინტერპრეტაცია გავაკეთეთ ჩვენი მოსწავლეები იღებდნენ აი ამ იმაში მონაწილეობას და ჩვენებური ფილმი გადავიღეთ და აი იმდენი რაღაცა ვისწავლე იმდენი რაღაცა შემომჩა და ბევრი ადამიანი გავიცანი მე მივხვდი რომ აი კინოს რამ ხელმძღვანელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში
და სხვათა შორის მე როცა პირველად წავედი ისა კინოთეატრში იყო ზუსტად ამ კლუბის მეშვეობით რა აი ამ კლუბმა წამიყვანა ზუსტად პირველად კინოთეატრში და როცა სკოლაში ჩამოყალიბდა აი ყოველკვირეულად ქონდა მაგისი დრო რომ დავუშვათ და ფილმები გვენახა აი ბავშვებიც თან გამოხატავდნენ ამის მიმართ დიდ ინტერესს და სკოლის შემდეგ სხვადასხვა კლასები რჩებოდით ხოლმე ერთ დიდ დარბაზში შევიკრიბებოდით და აი რა ფილმიც გვინდოდა იქნებოდა ეს ქართული თუ ცხოვრი ყველას უყურებდით ბოლომდე რჩებოდით და ფიქრობ რომ აი სკოლაში ფილმი უნდა ითვლებოდეს არ ვიცი განათლების დიდ ნაწილად და მაინც ფიქრობ რომ სხვა სკოლებმაც უნდა დაუთმონ აი ამ კინო იმას კლუბებსაც დრო იმიტომ რომ მაინც ზოგად განათლებად ითვლება და როგორც თქვი უკვე ხელოვნება არის ჩვენი კულტურის დიდი ნაწილიც და სკოლებიც რო აი ასეთ მსგავს აქტივობებს რო აკეთებდნენ ზოგადი განათლება წინ წაიწევს საქართველოში მე მგონია კი ბატონო მართალი ხარ რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია არაფორმალურ განათლებაში თუნდაც ფორმალურში რო პროგრამებში არის ხოლმე როცა გჭირდება რაღაც ფილმი მოიშვერიო ბავშვს ანახო და რაღაც უფრო საფუძვლიან დაუხსნა რაღაც თემა და ეს ერთ-ერთი ვიზუალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ადვილად გასაგები საშუალება რაღაც თემის ჩემი აზრით ფილმი, იმიტომ რომ რაღაც მგონი ვფიქრობ ყველას მოსწონს და რაღაც ყველას დაინტერესება შეიძლება მასაკის მიუხედავად და რეალურად ეს პრობლემა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ახლა არ არის რაღაცა გადაუჭრელი ჩემი აზრით, იმიტომ რომ როგორც ოფო მახსენა ზუგდიდშიც იყო და კასინოდ გადაკეთდა ჩხოროწყუში დაანგრიეს და ну რაღაც ალბათ მარკეტს გახსნიან აფთიაქს და რეალურად ესენი იყო არც ისე დიდი ხნის წინ გქონდა ამის ფუფუნება და ახლა უბრალოდ რაღაცა ჩვენი დაუდევრობით და იმის გამო რომ ვიღაცები არ თვლიან რომ კინო საჭიროა და ხელოვნება ჩვენს განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ამის გამო ჩვენ არ გვაქვს რეალურად ფუფუნებაც არ არის ეს არის ჩემი აზრით რაღაცა ადამიანური საჭიროება რომ რაღაც დამღლელი დღის მერე წახვიდე განიტვირთო ფილმს უყურო რაღაც განათლება მიიღო მოსწავლე რო ხარ რაღაცა მაგალითად ტექსტ რომ წაიკითხავ მის ეკრანიზაციას უყურო და რეალურად მოგვარებადია ჩვენ რამდენიმე წლის წინ გქონდა შეხვედრა მგონი ლიზიც იყო და ნუ მას შემდეგაც აქტიურად იდგა ხოლმე ეს საკითხი მე ერთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა და შევთავაზეთ რომ სრულფასოვანი კინოთეატრი თუ არა რაღაცა ღია ტიპის სივრცე მაინც კინოსთვის განკუთვნილი პროექტორით და ნუ რამდენიმე ათეული ადამიანს რო დაიტევდა ისეთი სივრცე გაეკეთებინათ პარკის ტერიტორიაზე ნუ მაგრამ ეს რაღაცა იდეა დარჩა და მე არავინ არ გააკეთა და რეალურად შეიძლება რაღაცა ხარჯებთან ასოცირდებოდეს მაგრამ თუ ეს დასაწყისისთვის რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას რომ როცა მოვა საქართველოში იმის დრო რომ კინოს მივხედოთ და რაღაც მართლა გადარჩენაზე არ გვიწევდეს იქნება ყოველთვის ფიქრი მაშინ უკვე ინტერესი დაკარგული არ იყოს და როგორღაც ეს პატარა ჯგუფები რო შრომობენ და რაღაცა ენთუზიაზმით არიან განწყობილი ესენი ინარჩუნებენ ამ მუხტს და კინოსადმი სიყვარულს და ეს როგორღაც უნდა გაგრძელდეს რომ მე რაღაც ეს თაობა გაიზრდება და იქნებ უფრო მალე ვეღირსოთ რომ რეგიონებში ყავდეს კონდეს ამის ფუფუნება შეიძლება რომ აი ჩავამატო ბევრი ჯგუფის რუნავს კი ამაზე საქართველოში ეს არის ხა სისტემური და ესეთი სახელმწიფოს ინტერესი აქეთკენ არ არის მიმართული სამწუხაროდ მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც რეგიონებში ამაზე ფიქრობენ და რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. აი მაგალითად ბორჯომში არის ღია კინოთეატრები, ისეთი გვინდოდა ჩვენც, მაგრამ რაღაცა ყოველთვის ხელი შეეშალა ამის განხორციელებას. და უბრალოდ თქვა რომ ჩვენც რაღაცა ხუმრობთ ხოლმე ყოველთვის რომ უბრალოდ სკამით დავიწყეთ ან პირველად დავიწყეთ მერხებით დაქონდა აქეთ-იქით დარბაზიდან დარბაზში. მერე გამოჩნდა სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი და შემდეგ უკვე ოფიციალურად ჩვენმა კლუბმა ბევრი კარგი რამ გააკეთა სტუმრები, განხილვები, ჩვენებები, პრემიერები და ასე შემდეგ. ნუ არაფერს ვამბობ უბრალოდ ყოველ კვირეულ ჩვენებებზე. და კვირაში რამდენიმე ჯერაც იქნება სხვა ჟანრების და საბაზო საშუალო თუ დაწყებით საფეხურების მიხედვით. შემდეგ იყო სინედოკი გამოჩნდა და აი წლების განმავლობაში საოცარი პროექტები, ურთიერთობები, აი ლიზიმრაც გაიხსენა, შემდეგ ნატუკა გიგი კინოსკოლაში და ძალიან ბევრი კარგი ამბავი გვაქვს და ფიქრობთ რომ ისევ გავაგრძელებთ და ფიქრობთ რომ ერთხელ ეს ყველაფერი აუცილებლად როცა ყველაფერი კარგად იქნება კინოთეატრით დაგვირგვინდება მუნიციპალიტეტში მათ შორის ჩვენთანაც და ყველგან. იმედია ეს მოხდება და ეს თაობა რაღაცა დააჩქარებს ამ რეგიონებში კინოს დაბრუნების პროცესს და დაბრუნდება კინო რეგიონებში და კინოთეატრები გაიხსნება. მადლობა დიდი.